გამარჯობათ. დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრებ ბიოპრეპარატების უსაფრთხოების შესახებ მაყურებლის თხოვნით. ბიოპრეპარატებში არსებული მიკროორგანიზმები ცოცხალი ორგანიზმებია, რომელიც შეიძლება საკვებში შეყვეს, შევისუნთქოთ, კანზე დაგვეყაროს, ხომ არ იქნება ისინი სახიფათო ჩვენთვის. მართალია, ეს მიკროორგანიზმები ბუნებრივადაც არიან გარემოში, მაგრამ ბიომეურნეობა ხომ დიდი რაოდენობით გააჩქაროს მას. მაყურებლის ეს შეკითხვა ძალიან სწორი და აზრიანი გახლავთ. წამალსა და საწამლავს შორის განსხვავება არის დოზა. ლეტალური დოზა აქვს ყველაფერს, სასმელ წყალსაც კი. საკმარისია 10 ლიტრი სასმელი წყალი ერთბაშად დავლიოთ, რომ ანდერძის დაწერასაც ვერ მოვასწრებს, ისე წავიღებთ წერილს. კიდევ ასეთ მაგალითს მოვიყვანდი, ერთი ვირთაგვა არასოდეს არ არის საშიში ადამიანისათვის, მაგრამ თუ მარტო მოვხვდით ვირთაგვებით სავსე ორმოში, რამდენიმე ასეულს ნამდვილად ვერ გაუმკლავდებით. ასე რომ, ალბათ იარსებებს ბიოპრეპარატების ისეთი დოზა, რომელიც სახიფათო იქნება ადამიანისათვის, თუმცა რამდენი ბოთლი ასეთი პრეპარატი უნდა დავლიოთ, ან თავზე დავეყაროთ, ნამდვილად არ ვიცი. აი 10 ლიტრის დათავა ნამდვილად ლეტალური იქნება. გარდა იმისა, რომ ბიოპრეპარატებში არსებული მიკროორგანიზმებზე ჩვენ იმუნიტეტი გვაქვს, ეს მიკროორგანიზმები ისეა შერჩეული, რომ ჩვენი სხეულის ტემპერატურას ვერ უძლებენ. ამიტომ არის, რომ ზაფხულის სიცხეებში მათი ეფექტი მცირდება. ფუნგიციდების შემთხვევაში ეს პრობლემა არ არის. პათოგენური სოკოების ნაკლებად მრავლდება, როცა ძალიან ცხელა. აი მწერებზე ზემოქმედება კი საკმაოდ პრობლემური ხდება. ამიტომ წერების საწინააღმდეგო და გნებავთ ფუნგიციდი ბიოპრეპარატებიც უნდა გამოვიყენოთ ზაფხულობით საღამოს, როცა აგრილდება. ზოგჯერ უკვე დაბნელებულზეც ასე ჯობია. თავზე დასამაგრებელი ფანარი და მისი ჯანი პრეპარატიც უკეთ იმუშავებს მთელი ღამის განმავლობაში და არც ჩვენ დაგვწება მაინც და მაინც. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.